მიუხედავად რთული კლიმატური პირობების აქ საკმაოდ ცივა, მოქალაქეები მაინც არიან შეკრებილნი რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი მთელი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უბნებიდან მარშით მოვიდნენ აქ, შემოუერთდნენ როგორც აღნიშნეთ მთასწულელები, მოთხილამურეები, სპორტსმენები, მათ შორის ჩოგბურთელები. ასევე იყო გამართული დედების მარში, რომლებიც მოვიდნენ საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს არის უწყვეტი პროტესტის მე-17 დღე. ისინი მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოს არ შეიცვალოს ევროპული კურსი და დაინიშნოს არჩევნები. ისინი აცხადებენ, რომ ამ გზაზე, მათი პროტესტის გზაზე არ არსებობს შემაფერხებელი, შემაკავებელი მიზეზი, რის გამოც ისინი პროტესტს შეწყვეტენ. ჩვენ შეგვიძლია მათი კომენტარები მოვისმინოთ. საქართველოს პარლამენტში გათამაშდა რაღაცა ცირკის სასიკვდილო ნომერი და ყველას დანარჩენ ქვეყნებს თუ ვინმეს რამე შერჩენია, გვინდა უთხრათ, რომ ეს სასიკვდილო ნომერი საშიში არის ქვეყნისთვის და არ უნდა გაიმეორონ სახლში. ეს ხელისუფლება ეგრეთ წოდებული აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და არის აბსოლუტურად არალეგიტიმური, იმიტომ რომ თავზე გადაგვახიეს მთლიანი კონსტიტუცია. კონსტიტუციის ჩანაწერი სადაც წერია, რომ ქართველი ერის მისწრაფება არის ევროინტეგრაცია. მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანება და ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, რაც უნდა აღინიშნოს, რომ მათი ჩანაწერია კონსტიტუციაში და თავისივე ჩაწერილ ჩანაწერს გვახევენ თავზე. ეს ნება ქართულმა ხალხმა გამოხატა 20 წლის წინ და გამოხატა კაფიოდ 80% უჭერდა ხარს და ახლაც ესე არის. და პირდაპირ შეაჩერეს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ყველანაირი ტიპის კომუნიკაცია. დაახლოებით ასე ვხედავთ ამ ყველაფერს, რომ არის ადამიანების ჯგუფი ქვეყანაში, რომელმაც ძალაუფლება მიიტაცა არალეგიტიმურად ჩატარებული არჩევნების შედეგად და არიან თვით გამოცხადებული წევრები ამ პარლამენტის. მათ ძალაუფლებაში ყოფნა სინამდვილეში ამტკიცებს მხოლოდ პოლიცია და ძალოვნები, რომლებსაც იყენებენ, არ ვიცი, იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება და ამავდროულად იყენებენ პროტესტის ჩასაცხრობად. და ახლა ორიოდე სიტყვით მოგითხროთ საპოლიციო ძალების მობილიზებაზეც მოგეხსენებათ დღის განმავლობაში პარლამენტში იყო არჩევნები, ქართული ოცნების დელეგატებმა აირჩიეს პრეზიდენტი და სწორედ ამასთან დაკავშირებით და კიდევ იმასთან დაკავშირებით, როგორც იცით, 19 საათზე თბილისის მერი გეგმავს საახალწლო ნაძვის ხის განათების ჩართვას. მობილიზებული იყვნენ საკმაოდ ძალებით პოლიციური ქვედანაყოფები. აქ ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც ჩვენ ყველაზე ახლოს ვიმყოფებით, იყო პოლიციის მხოლოდ ერთი კორდონი. თუმცა რამდენიმე წუთის წინ დაემატა და ახლა როგორც კადრში ხედავთ, საპოლიციო ძალები საკმაოდ არიან მობილიზებულნი. ესენი არის ძირითადად თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. აქ არ არიან ჯერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, თუმცა როგორც დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი მობილიზებულნი იყვნენ თავისუფლების მოედანზე. თავისუფლების მოედანზე მობილიზებული იყო ასევე სპეციალური ტექნიკა, წყლის ჭავლის 3 მანქანა, ასევე სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები და როგორც აღვნიშნეთ, 19 საათზე დაახლოებით 1 საათში გეგმავს თბილისის მერია საახალწლო განათებების ჩართვას. აქვე სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა სოციალურ ქსელში პლატფორმებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ პერიოდისთვის გარკვეულწილად კონტრაქციაც იგეგმებოდა, ანუ პროტესტის საპირისპირო მხარე აპირებდა მოსვლას, რათა მიეღო მონაწილეობა თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში. თუმცა როგორც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, აქ არიან მხოლოდ შეკრებილნი ის მოქალაქეები, რომლებიც უკვე მე-17 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ საქართველოს ევროპული გზისკენ წინსვლის შეჩერებას 2028 წლამდე.